მოგესალმებით, პირველ რიგში დავიწყებ საკუთარი თავის წარდგენით. მე ვარ ეთერი მაზანაშვილი, ფსიქოკონსულტანტი, ტრანსფორმაციული კოუჩი და პატარა ვიდეოში, გაცნობითი სახის ვიდეოში მე მინდა გავაკეთო პატარა პრეზენტაცია და გითხრათ თუ რა არის კოუჩინგი, ფსიქოლოგია, ფსიქოკონსულტირება და ასე შემდეგ. მოკლედ პირველ რიგში გეტყვით, რომ ფსიქოლოგია ეს არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. ხოლო ფსიქოკონსულტანტს შეუძლია თავისი შეძენილი ცოდნი და გამოცდილების საფუძველზე რჩევა გასცეს მასთან მისულ კლიენტზე და მიმართულებები თუ როგორ ამოხსნას და გააკეთოს ესე თუ ის ამოცანა დაბრკოლება. შეგნებულად პრობლემებს არ ვიყენებთ ხოლმე სიტყვას, ყველა პრობლემას ფსიქოლოგიაში და ზოგადად კოუჩინგში ვეძახით დაბრკოლებებს და ამოცანად მივიჩნევთ, რომელიც ამოიხსნება და გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ხოლო პრობლემა რატომღაც უკვე ქვეცნობიერისთვის კავშირში მოდის ჩიხთან, საიდანაც არ არის გამოსავალი. ამიტომ კოუჩინგი და ფსიქოლოგია ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული სფერო, რომელიც ფსიქოლოგია უშუალოდ მიმართული არის აწმყოდან წარსულში, თუ ესე თუ ის დაბრკოლება, რა გამოიწვია და რატომ. და კოუჩინგი მიმართული არის აწმყოდან მომავალში. და აქვსოთ კითხვებს. რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ. ასე რომ კოუჩინგი სწორედ კი წარსულში მიღებული დაგროვილი გამოცდილების საფუძველის აქცევს ორიენტაციად მომავლისკენ. კოუჩინგი ასევე არის სწორი კითხვების დასმის ხელოვნება. კოუჩს არ აქვს უფლება თავისი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს კლიენტს. ის მხოლოდ სვავს კითხვებს, სწორად დასმული კითხვები შეიძლება ერთი იგივე კითხვა რამდენჯერმე განმეორდეს სხვადასხვა ფორმით და სწორედ კლიენტი თავისი გააზრებულობით მიდის სწორ პასუხამდე და აღმოჩენებამდე. ასევე კოუჩთან მისული კლიენტს დასახული მიზნებისთვის რესურსები მისი მოსაძიებელი ხდება და სრულიად თვითონ არის პასუხისმგებელი თავის დასახულ მიზანს, რამდენად კარგად განახორციელებს ან ვერ განახორციელებს. ხოლო ფსიქოკონსულტანტი ამასობაში ეხმარება თავისი გამოცდილებით და რჩევებით. სწორედ ეს ორი ერთმანეთზე მიჯაჭვული მეცნიერება, ასე რომ ვთქვათ, შევათავსე, რომ ჩემთან მოსულ კლიენტებს უფრო მეტად ნაყოფიერებად დავეხმარო და უფრო კმაყოფილი წავიდეს და წარმატებისკენ განათებული თვალებით იაროს. ასე რომ მე მინდა აქვე სულ 10 კითხვა წაგიკითხოთ, რომ არაფერი გამომჩნდეს და ზუსტად გაგიხმოვანოთ, თუ ჩემთან მოსული კლიენტი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამის საფუძველზე გამოირკვევა ჩემთანაც და მომსულ კლიენტთანაც, თუ რამდენად მზადაა კოუჩთან ან ფსიქოკონსულტანტთან მუშაობისთვის. ახლა წაგიკითხავთ იმათ კითხვას და მხოლოდ ამაზე პასუხის გაცემის შემთხვევაში ვარკვევთ ღირს თუ არა ამ ეტაპისთვის მუშაობის დაწყება. მასშტაბი პირველი. მე მზად ვარ დროულად მოვახდინო რეაგირება ყველა სატელეფონო ზარსა და შეხვედრაზე. მეორე. ახლა ჩემთვის ზუსტად ის დროა, რომ დავკავდე კოუჩინგით. მესამე. მე ბოლომდე მზად ვარ და ვისურვებდი, რომ კოუჩს ემუშავა ჩემთან. გასაგებია ხო? მეოთხე. მე მზად ვარ შევასრულო დაპირება. მე მზად ვარ მივცე შესაძლებლობა კოუჩს
მოსინჯოს რაიმე ახალი ჩემთან მუშაობაში. 6. მე მზად ვარ ღიად და გულწრფელად ვისაუბრო ქოუჩთან. ეს აუცილებელია. შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ მე ვიგრძნობ მუშაობის პროცესში, რომ რაღაცა ისე არ არის, მე შევატყობინო ქოუჩს ამის შესახებ. დიახ, ჩემო კარგებო, აქ მოსარიდებელი არაფერი არ არის. თუ ხვდებით, რომ რაღაც უფრო ესეთი მოულოდნელი დაბრკოლება ჩნდება ცხოვრებაში, ეს იქნება ავადმყოფობა, ეს იქნება რაღაც ახალი სირთულე, ოჯახის წევრს რაღაც უდად გახდომა, მისი რაღაც დაბრკოლებების გაგება და არ ხართ უკვე რესურსული, რომ ეს დავალებები შეასრულოთ ცოტა ხანი. რა თქმა უნდა აიღოთ ტაიმაუტი და ამის შესახებ ქოუჩს აუცილებლად შეატყობინოთ. შემდეგ. მე მსურს მოვიცილო შემსხუთველი რწმუნებულებები, რომლებიც ხელს მიშლის ჩემს წარმატებასა და წინსვლაში. დიახ, მეგობრებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედაც რომ არის რწმუნებულებები, რომელიც ყოველთვის სწორი არ არის და გვზღუდავს ჩვენი მიზნების შესრულებაზე. რწმუნებულებად შეიძლება ჩაითვალოს თუნდაც ეს წარსულიდან გადმონაშთი მოტანილი ტრადიციები დაუძახოთ თუნდაც და ასე შემდეგ. ან ოჯახის წევრის შეხედულებები, რომელიც რწმუნებულებად მიგვაჩნია და ხელს გვიშლის ჩვენი მიზნებისკენ წინსვლაში. ასე რომ ყველა რწმუნებულება სწორი არ არის. შემდეგ. მე მაქვს საშუალება გადავიხადო ქოუჩინგის მომსახურების თანხა და მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო ინვესტიცია საკუთარი თავისთვის. დიახ, აქაც ყველაზე საუკეთესო ინვესტირება არის უკვე საკუთარ თავში. თქვენ თუ არ განახორციელებთ სწორი ინვესტირება საკუთარ თავში, შესაბამისად ვერც თქვენ მომავალ თაობაში განახორციელებთ სწორი ინვესტირებას. ასე რომ ესეც ერთ-ერთი რწმუნებულება არის, რო იტყვიან ხოლმე, რომ საუკეთესო ინვესტიცია შვილია. არა. საუკეთესო ინვესტიცია ხარ შენ, რომ შენ შვილს უფრო უკეთესი ინვესტიცია მისცე. შემდეგ. მე ვარ ის, ვინც მზად არის გაუზიაროს წარმატება ქოუჩ. ეს არის ბოლო და რა თქმა უნდა ამის სურვილი მარტო ქოუჩისთვის გაუზიაროს წარმატება კი არ მოგინდებათ, არამედ მოგინდებათ, რომ მთელ სამყაროს გაუზიაროთ თქვენი წარმატების შესახებ. ასე რომ, ჩემამდე მოსული კლიენტი, მინიმუმ ამათ კითხვას უნდა პასუხებდეს და ორივე გამოვერკვევით, მეც და კლიენტიც თუ ამ 10 კითხვას აკმაყოფილებს, მაშინ მზად არის ის მუშაობისთვის. აბადროებით და უკავშირისთვის გელით, როგორც WhatsApp-ში, ისე Messenger-ში და საკუთარი ოცნებებისკენ და მიზნებისკენ სწრაფვა არასდროს არ შეწყვიტოთ. რა აუცილებელი კი არა, რა მოულოდნელი დაბრკოლებაც არ უნდა შეგხვდეთ. იმიტომ რომ სწორედ ეს გმატებთ თვითდაჯერებულობის, თვითშეფასების ამაღლების შეგრძნებას და თავს გრძნობ უფრო სრულყოფილად.